ხელი არ მოკიდე ბიჭო. შო. დავაი შეკითხვა გამო. ემოციის პროცესი მომზადება და ასე შემდეგ ზოგიერთებს გონია რომ ესე დესკტოპთან დაჯდებიან და უცბად ჩახთავენ იმას. რა ქვია იმ პროგრამას? ისა რა მოიცადე OBS-ი არა მეორე ის ბანდიკამი თავისი ლოგო რო აქვთ. ეგრე ადვილი არ არის ძმაო ვიდეოს გადაღება. აი ეხა ნახავთ როგორ ვემზადებით ვიდეოს გადაღების წინ, რამდენი წვალება აქვს ამ ვიდეოს კულუარებს მიღმა behind of scenes და რამდენი რაღაცა ჭირდება საერთოდ ვიდეოს გადაღებას. აი ხა ვიღებთ ირაკლის დეგრადაცია რა ვიდეოს სახელია დეგრადაცია რომელიც ირაკლიმ უნდა გადაიღოს და აი რამდენი წვალება და საერთოდ რამდენი რაღაცა ჭირდება აი ამ ყველაფერს თქვენ თვითონ ნახავთ ეხლა დავიწყებ ამოლაგებას და სად რამდენი ეტევა ვაფშე მეც ვერ წარმოვიდგინე იმდენი რაღაცა მილაგი აქვს და მე ბატარეიკები დამრჩა კიდევ უკან დავბრუნდი და ეს ყველაფერი წვალება არ არის ეგრე ადვილი ესეც ჩვენი ირაკლი როგორ ემზადება და იპრანჭება ვიდეოს გადაღების წინ აუ ესე ყოფილა. ო, დუხი აუცილებელია, იმიტომ რომ ვიდეოდან სუნი რო არ გამოვიდეს. ოფლის სუნი რო არ გამოვიდეს, რა ნამდვილი მამაკაცის სუნი. ფერამონების სუნი. ეგონი წავა რა. წავა ჩვენიერი ბიჭი რა. ლუჩი ჟინი ხოკრუგა. ეხლა მოდით გავხსნათ ჩვენი საკოიაჟები. რა ესაჭიროება ვიდეოს გადაღებას? ტუტორიალი. აქ არის ჩვენი შტატივები. ეს იმას გავს, რა ქვია, ბანდერასი რო თამაშობს იმ კინოში, ხო იცი, მითირეს გიტარაში გიტარის ჩასადებში ის რო აქ მუხა რო უდევს. რაღაცა ეგეთ პონტე ქუჩაში რო ჩამოდიოდი, მიყურებდა ხალხი რა უდევს, ეს არ გვესროლოს. ეს არის ჩვენი შტატივი, ეგრეთ წოდებული, აქ შუქის დაყენებაა საჭირო საერთოდ, მაგრამ მე ვიყენებ როგორც შტატივს ფოტოაპარატის, იმიტომ რომ შტატივები საერთოდ როცა უხარისხოს ყიდულობ, ნუ მანფროტო უნდა იყიდოთ, თუ კარგი შტატივი გინდა, მაგრამ მანფროტოები, კარგი მანფროტო $400-დან იწყება, ამიტომ დროებით ცოტა ისე მუქთახორულად იმას შვები, რა ქვია, ვცდილობ ბიუჯეტურად რომ იმას ავქნა და ნაყიდი მაქვს აი ეს რაღაცა $19-20 ეგრეთ წოდებული შტატივები, რომელიც რეალურად შუქის დასადებია, მაგრამ ნუ წავა ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ მყარად დგას ნახეთ, აი არ მოძრაობს, ნუ ვიდეო შტატივი გაცილებით უკეთესია, მაგრამ ჯერჯერობით ესე გვირჩევნია. ესეც ჩვენ შემდეგი შტატივი, ნუ შტატივს ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში სტენდია, რავი, სტენდი ქვია. ჩვენ სიყვარულ რაღაცას გავშალოთ, ამაზე ჩვენ დავაყენებთ შუქებს, რომ ჩვენი ირაკლის განათებული სახე უფრო მეტად გაგვინათდეს. ირაკლის არ ჭირდება განათება, ის სულ ანათებს, მაგრამ თავისი ცისფერი თვალებით, ეს გიპანაზიანი ეგეთი თვალებით სულ ანათებს, მაგრამ მაინც პატარა ხელის შევლება უნდა. ესეც მეორე შტატივი. ესეც მესამე შტატივი. აქაც ერთი განათება დაყენდება და მოდით გავამზადოთ აი ეს შტატივიც. შემდეგ დაუჭიროთ უკვე ზომაზე რომ დავაყენოთ. ხედავ როგორი გიდრავლიკა აგძმაო. უბრალოდ კი არ გეგონოს ესა. თელი $23 მაქვს ორივეში მიცემული. აი ეს. ხო, ეს ორი შტატივი, ესეც აქ კამერა დადგება. ო, აქ უკვე მთელი სიყვარულებია. განათება პირველ რიგში.
ეს არის ჩვენი განათება, LED განათებაა, Yongnuo's ფირმის, რომელიც მე მგონი თუ არ ვცდები სადღაც ვიდეოში განახეთ კიდევაც, თუ არ განახეთ, ყოველ შემთხვევაში ახლა ნახავთ. ეს არის RGB განათება, ანუ 16 მილიონი ფერი აქვს, შეგიძლიათ უკნიდან არეგულიროთ შუქი, მიიღოთ ნებისმიერი ფერი აბსოლუტურად, აქვს ასევე ძალიან თეთრი კაშკაშა განათება და ერთი მაქვს კიდევ წამოღებული, აი ეს პატარა განათება, რომელზეც ვიდეოც მაქვს გაკეთებული, შეგიძლიათ ნახოთ, აი აქ სადღაც ინფოში იქნება მაღლა. ეს ერთი ჩვენი განათება. ეს ჩვენი მეორე განათება. ამ განათებასთან დაკავშირებით მაქვს ვიდეო, შეგიძლიათ ინფოში ნახოთ, ვისაც არ გინახავთ და გადავიდეთ შემდეგზე. აქ გვაქვს აკუმულატორები, რომელიც უნდა დავაყენოთ აი ამ განათებებზე. Power bank-ი, ნავსეაკი პაჟარნი. ჯერ არ გჭირდება power bank-ი. ელემენტები საწავიხე. აი აქ უნდა იდოს ჩვენი ელემენტები. ერთი ელემენტი, ორი ელემენტი. დავაყენოთ ელემენტები ჩვენს განათებებზე. აი ეს წკაპანი მევასება იყო. წკა ჩადე, წკა მეორე. ეხლა რა შეჭირდება ეს ორი ელემენტი? ანუ ერთი მუშაობს ფერადზე, მეორე მუშაობს თეთრზე, მაგრამ თუ თეთრი დაჯდა, გექნება მხოლოდ ფერადი. ამ პირიქით, რომელიც დაჯდება, დაგჭირდება ის. ან უნდა შეცვალო ორივე აკუმულატორი, რომელიც დამჯდარია შეცვლი და ჩვეულებრივად RGB-ც გექნება და თეთრიც. ტატამ! ტატამ! ნა, მამის მუღამი ნახე თელი. სიყვარული ნახე. და დავაყენოთ განათა, ბიჭო, განათა და დავაყენოთ ესეც აი აქ. ამას ეს წკაპანი არა აქვს, მაგრამ მაინც ამასაც სხვათა შორის ნახე. თან ეს თუ მოხსენით, ვაფშე კვილი და ეხლა დავაყენოთ შტატივებზე ჩვენი განათებები. ესეც დავაყენოთ. აი ესე. და ნელ-ნელა ირაკლის სცენა მომზადდება. всё. ეს დაყენებულია. ეხლა ამას უკვე სცენის მიხედვით დავარეგულირებთ რა, მოკლედ აი ესე ვიზავთ დაახლოებით. მზად ხარ? გადადის სხვა ფერში? კი, მერე ესე. ეხლა შეგიძლია იასამნისფერი. შემდეგ წითელში შეგიძლია გადაიყვან და სიყვარულის ნატურაა რა, მოკლედ რა. წითელი მინეს მოუხდება. წითელი უკვე სხვა ვიდეოებისთვის არის. ეგ სულ სხვა სიყვარულია. ესეც ჩვეულებრივად დავაყენეთ. შემდეგ დაიდება აი ეს კამერა, აი ამ შტატივზე დაყენდება. კიდევ გვაქვს, ნუ ამას ახლა ვიწერ მიკროფონით, იმიტომ არ მოვიგე ჩანთიდან. გვაქვს ექსტერნალი ჩამწერი, რომლითაც ვიწერთ ხმას, აი აქ. აი ესე. ჩანს ალბათ. და გვაქვს ეგრეთ წოდებული პეტლიჩკა მიკროფონი Rode-ის ფირმის. რა მოიხსნა და ჩვენო კაცში ვირავით შავია ჩანს. რა თქმა უნდა. აი ჩვენი პეტლიჩკა მიკროფონი, აი. Rode-ის ფირმის მიკროფონია, რომელიც კაი ფასით ძლივს. აი ეს. всё, მიკროფონი დაყენებულია. ეხლა ამ მიკროფონს გადავულოცავთ ჩვენს ბატონ ირაკლის. დაყენდება მიკროფონიც, ხო? და всё, მე მგონი ჩვენ მზად ვართ ეხლა სცენას მოვამზადებთ კიდევ. ეს იყო behind of scenes, ესე ვთქვათ, კულუარებს მიღმა, როგორ მზადდება ჩვენი აი ეს დღევანდელი ვიდეო და ვიდეოს კი შემოგთავაზებთ ირაკლის არხზე. ეს იქნება ჩემი ვლოგის სტილი, ანუ ჩემ არხზე გაეშვება აი ეს ვიდეო, იმედია უკვე უყურებთ, რახან უყურებთ, ესე იგი გაეშვა და ირაკლის დაელოდეთ, აი უკვე აი იმ ვიდეოს, რომელსაც გიმზადებთ, საკმაოდ აი ესეთი ზადროტული და მაგარი ვიდეოა, ვისაც მართლა აინტერესებს აი ეს პროცესორის დაღლა, ესე ვთქვათ, გადაღლილი პროცესორი რო არ იყიდოთ, ნახმარებს რო ყიდულობთ და ასე შემდეგ, აი ძალიან მაგარი ვიდეო მზადდება კაკრაზე. აი ეხლა და ირაკლის არხზე აუცილებლად გადადით. ლინკს მე ვერ მიუთითებ ამ ვიდეოზე, იმიტომ რომ ირაკლის ვიდეო ერთი დღით ან ორი დღით გვიან იქნება. ხო, ალბათ, ხო? არ ვიცი. მაგრამ
description-ში ყოველ შემთხვევაში მაინც გამოვაჩენ ირაკლის ვიდეოს, დაილინკება, გადადით უყურეთ. ვიდეოს ერქმევა, რა ერქმევა? დეგრადაცია. ანუ დაღლა. ხო? ჩადგმა პროცესორი როგორ უნდა ჩანგელანგუნგეთ, როგორ ჩაუხრახნიან პროცესორს და რო ყიდიან ხოლმე ამ ნახმარ პროცესორებს, გადაწყელებულებს და გაუბედურებს, აი ასტრა მოწეული თითები როა, ხო იცი, ჩაყვითლებული, აი ეგეთი პროცესორები რო ხო იცი, აი ესე რო ეწევიან და ეს თითები რო ჩაყვითლებული აქვს ხო? გაზდილი ხო? ხო, აი ნეკათითით, თერმოპასტას ნეკათითით რო ააძრობენ და ძმაო, ეს მაგარი პროცესორია მე რო იტყვიან რა. ხო იცი რა აქ რო ცერაზე, ანუ ცერაზე თითქო გაზდილი და კბილერშიც და ანუ ეს შორიდან იმ სიგრძე რო აქვს, რომ აი ეგ შორიდან რო იქეკავენ ხოლმე რა და მე თერმოპასტას ესე მოფხიკავენ ესე, მაიმარკეტზე გააგდებენ აი ამ განცხადებას და ამაზე მაგარი პროცესორი არ არსებობს რა. ხო და აი ზუსტად მაგაზე ისაუბრებს ჩვენი ირაკლი თავის ვიდეოში. ეხლა კი დავაი, წავედით. გავამზადოთ უკვე ეხლა ირაკლის სცენა. ვიღაცა იქ რესურსი ძმაო მაგას მაგდენია თუ რესურსი და მაშინ წადი მაღაზიაში და იყიდე კაცო ახალია დამანებით თავი. რესურსი და ნოლი გარბენები. რაბეგი რამდენია ძმაო და რაღაცა. ვისაც ეგეთ პრეტენზია აქვს, რა თქმა უნდა, იმენ მეორადი ბარათი საერთოდ არ უნდა იყიდოს. არ აქვს ის მნიშვნელობა, სად იქნება ნამუშევარი, პროსტა ნადებიც რო იყოს, შარს ყველგან მოუდებთ რა. всё. Я лесен.